რა შეფერხებები გქონდათ რა? შეფერხებები არის, მაგრამ მომკლავდეთ. ერთი წუთით დავუძახებ, მოდი. რა დაზიანება იყო? შეფერხება იყო, საკისარი გატყდა და მილის დაზიანება იყო კიდე. კიდე ყავსო, კიდე. წინაზე იყო ღვედის დაზიანება და მოშლება. და ონკანის დაზიანება და ძაბვის ვარდნა. მოგვარდა ეს ყველაფერი. მოკლედ, ეგეც მოგვარდა და ეს პროგრამული დაზიანებაც მოგვარდა. მართვის პანელის. და ეს ისი ბრალი. მოკლედ, ჩამოსასხმელი პლანზე ვეღარ აწვდი და სიგნალს ეკითხებს. როცა გაქრა, ვთქვა. იძულებული გავხდი ცხოვრება დამეწყო. თავიდან. ეგრეც ნიშნავს. ხომ არ გავიწყდება. რა გადავიტანე? ეხლა მაშინ აქ არ ვიყავი, მე რა ჩამოვედი. გამახსენდა. ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ესე. ვაფასებ ასეთი მეგობარი რომ ხალხარ. რაღაც არ გეტყობ. რა ვქნა, ვიტირო? არა, რატო? ეგ მე არ მithქვამს. ოხ. ლალი. რა? არა, მიდი მითხარი. არაფერი. რაღაცის თქმა გინდოდა. არაფერი. მოვრჩით. შენ მე მგონი ჩემი გაგიჟება გინდა. ეგ არ მდომებია, მაგრამ მე მგონი გამომდის. ვახერხებ რა. კი. ახერხებ. მერე? რა მერე? შენ ველაპარაკები ამის მერე მეგობრობაზე. იცი რა, წარმოვიდგინე ახლა. რა? რა სასაცილოები ვართ ახლა მე და შენ. ვინმე რო გვეყურებდეს. რა დეგენერატი. ვართ. ორი დეგენერატი. დეგენერატობის პიკი. პიკი. რა ხდება? შენ რა შვები, ხორცი? აი შეფ, ნახეთ. რა. კარგია, ოჩახ. კარგია. აი შეფ, ნახეთ. აბა რა არის? კარგია, შუალედურია. ზუსტად ისეთი როგორიც უნდათ. მადლობა შეფ. ოჩახ. თითქმის მოვჭი. რაღაც ეჭვი მეპარება. აბა, ჩქარა, მანქანა გავიფიშ და ავტობუსი მივიდა. დროზე რა. ой, მოიცა გოგოებს დაურეკა. ჩქარა, რატოს გოგოებია რას? ელე, როგორ ხარ? მამუკას მანქანა გაუფუჭდა და ავტობუსის გაჩერებაზე მოდით. ბიჭო, რატოს პრანჭოა, შვილო, წამოდი რა. მე ჩქარება, წამოდი, დროზე. მე მზად ვარ, გიორგი სანამ გაიპრანჭება. აუ, შენ თავს მიხედე რა. მივხედე კიდეც და მზად ვარ. აუ, შენ თავს მიხედე რა. ბიჭო, რატო შხუბია, შვილო, წამოდით, მე ჩქარება, ხო გითხარით რა, დროზე. ხო. რა შვები შენ სად ხარ? ძო არაფერი რა, აი მამა ჩემმა მომიტყნა ტვინი რასაც ქვია და შენთან რო დავრჩი დღეს შეიძლება? ხო, ჯერ ტიპი ჯერ არ ჩამოსულა და უკვე ჩხუბი დამიწყო და ხელების ქნება რა. რა გინდა რომ გააკეთე? აი
როგორ ხარ? ანდახან ყველაფერი მახსენდება. ხანდახან? ხო. ხანდახან. მე არა. თავს არ მანებებს. ბოლო წლებია განსაკუთრებით. აი დღეს აღარ გავს ისე რომ არ გამახსენოს თავი. ან არ მომიტიუტიუდეს თავში, აი ყოველ წამს, ყოველ წუთს მახსოვს. სულ მახსოვს. აი რას არ გავაკეთებდი, ოღონდ დამავიწყდეს რა. რას არ ვიზავდი, რას არ მივცემდი, ოღონდ დამავიწყდეს და ოღონდ აღარ მახსოვდეს რა. არ ვიცი რა გავაკეთე. რასაც არ უნდა ვაკეთებდი. აი გამუდმებით მახსენებს თავს. აი ტვინშია. არ ვიცი რა გავაკეთე. ო, მეც. რთული არა. კი. ცხოვრება კი. დაშებეცი აიღე რა. აიღე რა შენი დედა მოტყან, აიღე რა შენი დედა შემეცი, აიღე რა. აიღე რა შენი დედა შემეცი, აიღე რა. აიღე რა შენი დედა მოტყან, აიღე რა, აიღე რა. შენი დედა მოტყან. ძალიან გაწვალდა ჩემი შვილი. კი არ გაწვალდა. გააწვალეს. ეთაპი მშობლობით გაუჩალიჩეს. ხო და აი, ყველა პასუხს აგებს. ყველა 10 თაოდ. ეგ ისეთი გარეწარია ყველანაირ სიტყვასთან გამოწვევა. აი ზუსტად მაგ გარეწარის ვიცი, როგორ ვერ გამოძურება იმ მდგომარეობა. თქვენ მაგაში ძალიან დარწმუნებული ხართ, როგორც გათხოვთ. მე ბავშვობიდან ვიცნობ მაგას. აი ვიცი ზუსტად სად უნდა დავარტყო. უნდა აგოს პასუხი ნამდვილად. აბა ის ადამიანი ახლა უდანაშაულს ზის. ყველაფერს ვაზღვევინებ, ყველაფერს. მაგ არაკაცი, მაგ სამსახურიდან რო გამოამდეს, მე წავიყვანე, მე ჩავიყვანე. მე დაველაპარაკე იქაურ მენეჯერს და სამსახური დავაწყებინე მაგ არაკაცს მაგას. და ბავშვი ვანდე რომ მასთან ერთად ყოფილიყო და მეც და იმედიანად ვიქნებოდი და ეს გამიკეთა? ყველაფერზე პასუხს აღებს. თან ძალიან წარე. მაგას ვინ მიიღება? ისეთი ხმაური და ამბით გამოუერთდა სამსახურია. სულელი მაგი. ხო ესე მაგას ხანად არ შეუძლია. თუ თემო ქვეყანა არ გაიგოთ მაგის აქციასთან დაკავშირებით. ხო და აი ზუსტად მთელი ქვეყანა გაიგებს. ეხლა რაც მას დაემართება. ხომ ხედავ ჩემო ძვირფასო სესილი
ჩვენი ურთიერთობა დღითი დღე გაუსაძლისი ხდება. მე ასე ვერ ვიტყოდი. საინტერესოა რატო? და შენ რას თავაზობ? მე რა უნდა შემოგთავაზო? თვითონ უნდა იყო გამოსავალი, შექმნილი ვითარებიდან. მე შემოგთავაზო, დაჟე ეს გინდა? შენთვის ყველაფერი ადვილია, მარტივია. არ მიყვარს. სულაც არ მიყვარს. არასდროს შენთვის არაფერი ყოფილა რთული. და რა მგონი ახლაც რამე გაგიჭირდეს შენ მithumetas. შენ ხომ ყველაზე საზარელი საქმიდან ყველაზე სუფთად და ლამაზად გამოდიხარ ხოლმე. კი. ეგ გამომდის და ყველაზე კარგად. მე უნდა დაგტოვოთ საყვარელოს იძებ. აბა ვინ იგებს და ვინ აგებს ვაფ? ჯერ ახლა დავიწყეთ თამაში ასე რომ ჯერ ადრეა შედეგებზე საუბარი. აბა რომელი მგავხართ ახლა მე თამაში? მე არა. არც მე. რა არის ახლა რას ნიშნავს ეს პასუხია? ბაბუ, შენ საერთოდ არ იცი ჭადრაკის თამაში. ღმერთმა დაგვიფაროს თამაში რომ დაგიმსგავსოთ. დიდი მადლობა. დაგჭირდებით რამეში. კი ბატონო. ბაბუ, გასაბრაზებლად არ გვითქვა. რომ არ იცი ჭადრაკის თამაში მაგიტომ გთქვით. კარგი ბატონო. აბა მოდით ახლა და მე შემეჯიბრეთ რომელიმე მკერძების კეთება. მაგაზე ხელები აგვიწევია. ისე შეიძლება ჩვენს ასაკში მაგაშიც გაჯობოთ. ისე ჩვენს ასაკში თამაშობდი ჭადრაკს? კი ბაბუ, მე ახალგაზრდობაში აია ჩიბურდანიძეს მოვუქე. რა ხუმარა ბაბუ ყავს? ეგ რომელ წელს იყო ბაბუ? ახლა რომელ წელს იყო არ მახსოვს, მაგრამ მოგება კარგად მახსოვს, კი. მაია ჩვენი პედაგოგია და ვკითხავთ. ბიჭო, რატო ატყუებ? იმიტომ უცებ გამოტყვის. კითხო ბაბუ? არა ბაბუ, რა საჭიროა ახლა საერთოდ ადამიანს რო შეახსენებ რამეს წაგებაზე, ძალიან წკინს, მაგრამ არ არის საჭირო ბაბუ მაგის თქმა. არა. ბაბუ, რა ხერი ხარ? შეეშვი რა, მართალია, არა სიამოვნება და უხერხულად იგრძნობს თავს. მოდი რა ვქნათ იცი? იმ კვირაში მე თქვენ წაგიყვანთ ჩემს რესტორანში. ან სადმე გავიდეთ და კაი ხაჭაპურები შევჭამოთ, ჰა? კარგი რა, ბაბუ. ამას მე რამდენად გპირდები? ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს და ავიწყდება. ბაბუ, უნდა შემახსენო თქვენც ახლა თუ მოვიწყდება, ხო? კარგი ბატონო, ყოველ დილას საღამოს შეგახსენებ. ბიჭო, ამას უყურე, თორემ წააგებ. ოი. მოდი აქა, მოდი, უყურე მაგას. რადგან ხარ მაგ მდგომარეობაში, ბა? შეგიძლიათ? რას მეკითხები? რას მეკითხები თო? ვერ ხედავ რა დღეში ვარ, მენგრევა ირგვლივ ყველაფერი თო. ვიცეკო, ვიმღერო. თუ ლექსები ვიკითხო. რა გინდა ბოლომდე გავგიჟდა და ქვები ვისროლო აქეთე, თუ რა გინდა თო? გავიგზელე შენ თავს გეცები, გაფრენ, უბრალოდ კი არ გაგიჟებ, გაფრენ თო. ასაკეთ. ცოტა მაკლია გაგიჟება სიცოდე. მესმის გავიგე მე ახაც მეულები რა ეს შენ ის მითხარი აბა. რა ვქნა რა გავაკეთო? რა გავაკეთო რა ვქნა? მიდი აბა იპოვე გამოსავალი თუ ესეთი ადვილია. მიდი. გავიგეთ. დაგვიფეთქდა, ჩამოგვეკცა, კაროჩე. აი რამდენი დისაპეკეს მაშინ უძლო თქვა, მაგრამ ბოლო რას მეუბნე მის მითხარი შენ. შეგიძლია მის ნეტასე ადვილად იყო ჩემი საქმე, ჩემო რატი და რა მომკლავს მე. რავი, გინდა რამე? დადო შენი ისო ამოიღო? მიდი მოგისმე.
სხვის პრობლემებში როგორ ის ბრძენი რა. ეკაიფები. რასაკეთებს? შენ გესმის ადრეს ჩამაგდეს? გესმის შენ? ამით რა ბოლო არ ვიცი რა იქნება აი მომავალს საერთოდ ვერ ხედავ ვერაფერს. ანუ ამდენ საუბრობ მე ლაპარაკები მიხსნი რაღაცებს აკეთებ. ბოლო რა ანუ ვიბო აზრი მითხარი რა არის. აზრი? არ ვიცი გაიგე შეიგნე არ ვიცი მეთქი გეუბნები 1000-ჯერ გითხარი არ ვიცი. სანო ვაფშე ყველაფერი არ დაკარგე ვაფშე რაც გაგაჩნია. აიდა შეიძლება ეგ რო ვიცოდე ახლა მე აქ ვიჯდებოდი ეგ რო ვიცოდე აქ ვიჯდებოდი აი ასე დაგვიგრიეს ცხოვრება რასაც მთელი ცხოვრება ვაკოციწებდი ესე აგურ შენ მაინც ხო გახსოვს ეს ჩემთვის სხვა არაფერი ოჯახი შვილები სხვაზე არც მიფიქრი რა მივიღეს ამაგირო აი ხა ვიღაცა რომ მოგიბრუნება და გეტყვი შენ კარიერისთვის ფიქრობ აი რა უნდა აი ხო უნდა ჩაარტყა ვისთვის მინდა ისევ და ისევ მაგათთვის ეს მეუნებიან მეც ირაკლი სახლები კომპანიები სრულიად ახალგაზრდა გოგო რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე ჩემთვის აბა ეხა მაგას კითხე რომ არაფერი არ გაგიკეთებია საერთოდ შენ ყველაფერი იმათი გაკეთებულია იმათი გამზადებულია როგორ აწყე როგორ გააბევრე ეს ყველაფერი მაგას მიჩვეული ვარ რაც უფრო მეც უკეთებ უფრო მეტი უნდა და თან წყალში გიყრიან ყველაფერს ეს არის მთელი უბედურება და შინაური გიზამს არსაც გიზამ შინაური გიზამს შინაური თან ძალიან შინაური შენი ოჯახის წევრი ან და ან ძმა ან შვილი ცოზე აღარ ხო გახსოვს ირაკლი რა დღეში ვიყავი ყველანაირმა წნეხმა ჩემ თავზე გაიარა არავინ არ იყო ჩემ გვერდში არც ოჯახში წევრი არც მეგობარი არ მახსოვს კაცო პირიქით ერთი სული ქონდა როდის წაეღლიტათ ყველაფერი შენთვის ხო რამდენი წელი გავიდა ხანდახან იმასაც ვფიქრობ რომ ის უბედური შემთხვევა არ იყო მოიშორეს მოიშორეს მე არც გამიკვირდება რომ ეგ არ იყო სიმართლე მაგრამ ეხლა რაღა აზრი იმდენი წელი გავიდა ყველაფერი ჩაბარდა წარს შენ და არ გინდა სხვაგან გადახვიდე სადმე ოეში მოწყდი მოშორდი საგიჟეცო ბიჭო არ არის ესეთი მარტივი არ მინდა უბრალოდ ქეთის შევატოვო ყველაფერი ღირს განა სადაც ამდენი ხანი გავუქაჩე თან ჩემი იმედი აქვს კიდეს ეგეც არის ყველაფერში მინდა რომ დავეხმარო იქნებდა რამე შეიცვალოს და იქნებდა ყველაფერი კარგისკენ წავიდეს რა ძელა გადგას თორე კი მაგაში ნამდვილად გეთანხმები ბიჭო რა თვითონ როგორ იტანს მათ ხალხს აი მაინტერესებს რა აი ამდენი ხანი როგორ არ გავუშვა ყველანი მე რომ მაგის ადგილზე ვიყო აქამდე ყველას გავაჭმევინებდი გარჩ შევწყვდი მთლიანად არა ვინც ხარ ხო ვიცი ძალიან კარგად დიპლომატიაც გაქვს მოთმინების უდიდესი უნარი რა გაგიკეთეს ასეთ რომ გადაგიყვანეს ჭკვიდან შენ რო კაცი წყობილები და გამოგიყვანს შენ ეგათქ მე რო გამომიყვანს წყობილებიდან და ხო იცი როგორ თავშეყარებული ვარ თუმცა სამსახურში როგორ არ ვიცი ისეთებთან მქონია შეხება და ისეთებთან მიმუშავია
ეხლა რა ხდება? დაწყნარდა სიტუაცია. კი. ეხლა ყველაფერი რაღაცა, დამშვიდა ცოტა დაწყნარდა რა სიტუაცია. იმედია უფრო დაწყნარდება. არა, შენ დარწმუნებული ხარ, რომ გაძლებ და ნერვები არ გემტყუნებს. რამე ესეთი რა? რამე არ მოხდეს, რა ვიცი, მაინც ვფიქრობ. კეთილად ყოვა მოსვა ადგილზე. ელაპარაკა ბევრი. რა. როგორ გააგებინა რაღაც, როგორც იქნა გააგებინა რაღაც. აი, უკვე კარგია. კარგია, რომ ქეთი ჩაერია და ცოტათი განემოხდა სიტუაცია. თან დამუღამე, ანუ ხელშეწყობა აქვს, კარგი ხელფასები აქვს. ფინანსურად, რა დაზღვევები, ყველა კარგად არის მაგხრივ, მაგრამ მაინც არ აკეთებენ იმას, რისი პასუხისმგებლობაც აიღებს. თეორია ესეთი აი ლამაზ სიტყვები არ გასცოლონ და არ გამოგიყვანონ ესე მდგომარეობიდან რა. ვიცი, მაგათი ხელწერა როგორია. ბიჭო, ერთი თვალით რომ შემოგახერე. აი პროსტა რო შეხედო რა ხდება რა. აუ იმენა გაიქცევი იქ. შეიძლება კი. შეიძლება. ოი. მაიც. რა. ვიცი. პატივცემულობა. რა გახსენდა? არა, უბრალოდ აინტერესებდა გამეგო სოყოლაფერი. აი შევწუხდი. რატომ შეწუხდი? შეიძლება. არა. კარგად. სად არის გარრეწარი ნაბიჯო არის? სად არის? მე არაფერი არ ვიცი. სამწუხაროდ. სანამ ესე იგი თავს არ მომაკვლეებს ჩემი ხელით. არ გაჩერდება. არაფერი არ ვთქვამთ ჩემთვის. მე ეს არ ვიცოდი. არ ვეხები, არ მეხება. რა უნდა ბოლო-ბოლო ეს? არც მეგონა თუ ასე მოხდებოდა. ისინი გადამიყვანს შვიდა რომ იქაურობა სულ ნაცარ ტუტად ვაქცია. არ ამგონია ასე შეტყობს. მე ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ყველა ფერზე ვარ წამსველი იცოდე. მოვცირკავ და დაპუტიანოთ მაგის შათაბახი. ასე. ესე თუ დაიძაბებოდა თქვენი ურთიერთობა, ვერ წარმოვიდგენდი. არა, კიდე არ იცის მე ვინა ვარ და რა ვარ და რა შემიძლია. ჩვენ არც გვესაუბრება. ერთხელ დავიდე. მაგრამ ის რო გეწავიდა, აღარ არსებობს, მორჩა დამთავრდა. თქვენც ხვდები. ეს ერთი ადგილი დააყენოს, თორე მე ვიცი. ის შენ ჩემი ხასიათი. ირაკლი, თურმე ყველა მართალი ყოფილა. ეს ჩემი დები, ეს ნაძირლები, საქვეყნოდ მოიჭრეს თავი. რა დღეში ვერ წარმოვიდგენ. არ მიყვარს. მე გეუბნებოდი, რომ ეს გარდაუვალი იქნება. რაღა ჩემ თავს, რაღა ახლა და რაღა ჩემ თავს ეს ყველაფერი. ეგ არავინ იცის. განმებისგან. შენ ხვდები რა ხდება? არა, ეგ მე მზგავები. და ბევრიც ლაპარაკობდა. ისე სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. რაღაცა ძალიან თავს გავიდნენ. არა, უნდა მოიფიქრო რაღაცა. თორე ძალიან რთულად არის აქ. დედა რა ვქნა? ხო არ მოვკლავ. და სხვა რა გავაკეთო? აი რა გავაკეთო არ ვიცი. შეუწყვეტა ყველანაირი დაფინანსება. ყველანაირი. წლომა ანგარიშებზე. და ხამერე როგორ ვიდო მეგუშველის მათ. ის კი ვერ წარმოიდგენ როგორები არიან. იმერული სად არის? ამიხსენი. მამზადე. ამზადებ არ მინდა აქ. გაამზადე. ვა! გამაგიჟეს რა ამათ რა. თირა, აროჩი.
ვინ არის? მაგათ ეს გააჩერებ, მე რო შეუწყვეტო. რაღაცა გზას მაინც გამონახავენ. აი, ასეთები არიან ისინი. არა, იმდენს ვერ. აი, ფლანგავენ. ქურქებს რო კიდევ მანქანებს რო იცვლიან ყოველ მეორე თვეში. შოვიან, რა იმდენს. ოხ, ნეტა მე შენსავეთ ვიყო დარწმუნებული მასე. რა მომკლავს, მაშინ რა მომკლავს ირაკლი. შენი ბრალი. ხო, შენი ბრალია, შენ მიაჩვია, დედასავით იყავი გადაფარებული სულ. გაიხსენე? ხო და რა მიხედა? დედა მიტირეს. მე მეგონა კარგს ვაკეთებდი. ხო და ჩემო კარგო, ეხლა დადგა იმის დრო, რომ პირიქით შენ უტირო იქეთ დედა. არ ვიცი რა, ძალიან საინტერესო წიგნი გამოვიდეს ახალი, არ ვიცი. ეგეთი არ დამწერია რა თქო. მე ყველა მომწონდება, ვიცი, თუ რამეს გადააჭარბა და სასწაული გააკეთა. ეს აი ესეთია რა, კონცეპტუალური სხვანაირი, ეგეთი არ დამწერია. გაფიცები. როდესაც უნდა შეშემოდგეს საოცარი წიგნები და ერამდენი და ყველა და საოცარი. გენგოიჩენ ძალიან კიყვარ და გეჩვენება. არა, ამაზე მოწმობს ის ტირაჟები, როგორც გაიყიდა და იყიდება შენი წიგნები. თვითონ ფაქტია, ფაქტი. ეხან იცი ყველაზე დიდი გამარჯვება შენი და უსწრებს. აი გაყიდვები ისეთი ტირაჟით არის ეს რეიტინგი, აი უსწრებს. ყოველი ახალი წიგნი აი როგორ იყიდება, იცი? აი დავუშვა და მე მიხარხარ და იმიტომ ამდენი გაყიდვები სარვე ვინმეს არ მინდა ვიმუშაო, მაგრამ არა. კითხველი არ ყავს. რა ლამაზია. ჩვენი თბილისი არ შეველაპარაკები. მე კიდე უხურებ და ვფიქრობ, კიდე რა შეიძლება დავწერო ამ ლამაზის ქალაქს. სიყვარულის ქალაქს. ვიცი. ვიცი, ხო გესაუბრებდი და რაღაცას წერდი. კი, შეხედე რა არის, სასწაულია რა. სასწაული, ნამდვილად.